ბავშვი, რომელსაც დიაგნოზი აქვს, არ უნდა იყოს მისი ბავშვის კლასში, აქ არის ძალიან დიდი საფრთხე პირადად ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც მოქალაქისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ გზას გავდივართ და რაღაც ისეთი პერიოდი მოვიდა, არ ვიცი, რომ ძალიან დიდია ის აგრესია, ძალიან დიდია საზოგადოებაში შფოთის დონე, ძალიან დიდია ის ჩაგვრა და რაღაცა ეს ემპათია არ არის. და ჩვენ თუ გვინდა უბრალოდ რომ ემპათიური საზოგადოება ვაშენოთ, შევქმნათ და არსებობდეს რაღაცა მხარდაჭერაზე ორიენტირებული მიდგომები, შეუძლებელია აი ამის გარეშე, რომ კლასში არ იყოს სხვადასხვა საჭიროების, სხვადასხვა შესაძლებლობის ბავშვი. და რატომ? იმიტომ რომ მე როგორც ბავშვი, სწორედ ხვდები, რომ სამყარო მრავალფეროვანია. სამყარო არ არის რაღაც სწორხაზოვანი და შეიძლება ვიღაცას ამის გაკეთება უჭირდეს, ვიღაცა აკეთებდეს, ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას ძალიან კარგად შეუძლია რომ აი გამოვიდეს და საკუთარი თავისი ვერბალურად წარმოაჩინოს, ხაი მოყვეს ეს რაღაც პრეზენტაცია გააკეთოს, ხო? დაბასთან. მაგრამ ვიღაცა ძალიან კარგად შეუძლია, როდესაც ჩვენ ჯგუფურად უმუშაობთ, მაგალითად, დახატოს და მისი თავი ასე წარმოაჩინოს, ვიღაცამ პირობითად დაწეროს. ისევ სად მივდივარ, ისევ ინკლუზიური განათლებასკენ მივდივარ, ისევ აი ამ კონცეფციაზე მივდივარ, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არის სავალდებულო ყველა ბავშვი ერთნაირად სწავლობდეს, ერთნაირად იქცეოდეს. მთავარი არის ის, მე რამდენად ვაძლევ თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობას, რომ მისი თავი გამოხატოს. და დიაგნოზი აქ საერთოდ არ უნდა ვახსენო, იმიტომ რომ რას ნიშნავს ეს გამოდის თუ ვიღაცას დიაგნოზი არ აქვს, ყველანი ერთნაირი არიან, კლასში 30 ბავშვი, რა თქმა უნდა არა.